გადაცემის სპონსორია მიტარბი. მიტარბის საეროვანი მინერალების დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ერთფეროვნება და გავხალისდეთ. მიტარბი, შეინარჩუნე ხალისი. ამალია ჯიბლაძე! Breaking when there are clouds in the sky, you'll get by if you smile through your fear and sorrow. Smile, and maybe tomorrow you'll see the sun come shining through for you. Just light up your face with gladness, hide every trace of sadness. Although a tear may be ever so near, there's a time you must keep on trying. Smile, what's the use of crying? You'll find that life is still worthwhile if you just smile when your heart is aching. Smile even though it's breaking. Where there are clouds in the sky, you get by if you smile through your fear and sorrow. Smile, and maybe tomorrow you'll see the sun come shining through for you. Just ამალია თქვენ კიდევ ერთხელ დაგვალოშეთ, რა ვქნა, არ ვიცი. Bravo, სასაულია რაღაც. Bravo და აუცილებლად მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს და რა თქმა უნდა დიდ მაესტროს ნიკოლოზ რაჭველს. დიდი მადლობა მათ და ჟიურის მხოლოდ შეაფასოს ეს არაჩვეულებრივი ადამიანი ნიკა გისმენთ. მე ჯერთი მეგობრებო, ყველას განსაგონა დარბაზში, განსაკუთრებით სკეპტიკოსების ეკრანს მიღმა, ეს იყო უცოცხლესი შესრულება, როგორც კი წარმოგიდგენია. ეს ერთი. მეორე. ასეთ შესრულებას ნიკა რაჭველის ჯადოქრობებიც არ შველის. ნიკას შეუძლია ძალიან ბევრი რამის კომპენსირება და ეს გვინახავს არაერთხელ. და მე გამომიცდია საკუთარ თავზე. თუმცა ყველაფერს გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ქალბატონი ამალია საქართველოში არის ერთ-ერთი საუკეთესო მომღერალი დღეს. Bravo. ის რა თქმა უნდა იყოს ნიჭიერის ფინალში, კიდევ ერთხელ გავმეორდები, თუ გვაქვს, თუ შეგვჩენია გემოვნება ქართველებს და ცნობილია, რომ კარგი მუსიკალური გემოვნება გვაქვს და ცოტა სინდისიც, ქალბატონი ამალია აუცილებლად უნდა იყოს ფინალში, იმიტომ რომ თუ არა, მაშინ უნდა გითხრათ, ვისა აქვს ესეთი დაბლები, არავის, ვისა აქვს ესეთი საფირმო ამოსუნთქვა, რომელიც ნაწილია ამ ყველაფრის მთელი მუსიკის და სად გინახავთ საერთოდ ამ ხელა ზრდა? ზუსტად 2 თვის განმავლობაში ეს ქალი მღერის, როგორც საქართველოს საუკეთესო მომღერალი. ძალიან მაგარია, მე ქეცვიხრი თქვენ წინაშე და
ბედნიერი ვარ, რომ იმ პერიოდში მუშაობდი რუსთავიორში და იმ პერიოდში ვიჯექი ნიჭიერი ჟიურიში, როდესაც რუსთავიორმა აღმოაჩინა ესეთი გრანდიოზული ნიჭი თქვენი სახით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. ნანუკა გისმენ. ორი აზრი არ არის, ამაზე ყველა თანხდება, სკეპტიკოსებიც მათ შორის, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებდნენ რაღაცებს, დღეს ყველა შეთანხმდა, რომ იყო ძალიან მაგარი შესრულებულნომერი, მაგრამ მე მომწონს თქვენი ღიმილი. ის თქვენი ღიმილი, რომელიც დღეს საერთოდ სხვანაირად იცინით, საერთოდ სხვანაირად გამოიყურებით და მე ეს ყველაფერი მომწონს, თორე ის რომ თქვენ დღეს ძალიან მაგრად იმღერეთ და ის რომ ნიკა რაჭველი ჯადოქარია, ეს იცის ყველამ. მაგრამ სხვა რამე შემოიტანეთ დღეს სცენაზე, რაც არ ქონიათ მანამდე. ემოცია, ღიმილი, ბედნიერება მოიტანეთ და ამიტოა ნიჭიერი მაგარი პროექტი. იმიტომ რომ აღმოგაჩინეთ და იმიტომ რომ ერთ თვეში თქვენგან შექმნა ბედნიერი ქალი. ბრავო. გილოცა. დიდი მადლობა და თუ შეიძლება ნიკა რაჭოს კითხოთ რა, აი ყველაზე უფრო ჩემ პროფესიონალი ჟიურის ამ სფეროში, არა, უბრალოდ კითხოთ, ინტონაციურად ეს არის ძალიან რთული სიმღერა, არაფერი მარტივი ამ სიმღერაში არ არის და ძალიან იშვიათად ღერიან მას კარგად და ისე კარგად როგორც ამალია მიმღერა. კითხოთ ნიკასაც. განხმები უდაოდ. აქ მთავარი ის არის, რომ საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო ამოცანა იყო დღეს და საბედნიეროდ ეს იყო ცოტა ხნის წინაც ჩვენ რუსთავიორის ეთერში პირველი ექსპერიმენტი გქონდა, როცა სიმფონიური ორკესტრის შედარებით მცირე შემადგენლობასთან ერთად შეასრულა ქალბატონმა ამალიამ Moon River, მაგრამ დღეს უკვე დიდ შემადგენლობასთან ასე პროფესიონალურად, რა თქმა უნდა, მე თვითონაც კი გაკვირვებული დავრჩი და დღეს მე მგონია, რომ მასთან ერთად მეც ერთ-ერთი კონკურსანტი ვარ მასთან ერთად და ამიტომ ჩემს თაყვანისმცემლებსაც ვთხოვ ისხმები მას. ბრავო! შემატა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა დაუბრუნდები ჟიურის. დიდი მადლობა ნიკას. ია ამალია, შენ სრულიად საქართველოს შეაყვარე შენი თავი და ყველა მიცის რომ დამალული ნიჭი ეს არის დიდი დანაშაული და ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ნიჭი გამოიტანე და დიდი მადლობა ნიჭიეს რომ შენ მოგცა ამის საშუალება რომ ეს ნიჭი გამოიტანე, იმიტომ რომ ღმერთმა ძალიან დიდი ნიჭი დაგასაჩუქრა. ეს არის ღმერთის საჩუქარი და ეხლა რას გაუკეთებ შენ ამ ნიჭს, იქნება შენი საჩუქარი ღმერთის მიმართ. ბრავო! როგორი კარგი სიტყვები დიდი იყო მადლობა ბატონო ჭოლა გისმენ. შეიძლება. ბატონო ჭოლა. მეც შევერთდები იას მიერ ნათქვა მადლობას. მადლობა იმისთვის რომ აქ ახართ, მადლობა იმისთვის რომ გამოიარეთ ის ცხოვრება, რომელიც გამოიარეთ. მადლობა იმისთვის რომ გაუძელით ყველაფერს და მე სულ არ მტოვებს ეს შეგრძნება თითქოს რაღაცა ფილმის ფინალში ვარ. და ამ ფილმის ფინალი არის ბედნიერი. მე გეტყოდით ერთი არაჩვეულებრივი სპექტაკლი იყო ბატონ რობერტ სტურვასი. თავდებოდა ესე რომ ჩვენ ამ ზღაპარს აუცილებლად უნდა კონდეს ბოლო კეთილი. ბრავო, ბრავო. ბრავო. დიდი მადლობა ჟიურის, მე კი მოვუწოდებ ჩვენს მაყურებელს, რომ თუ მოგეწონათ ამალიას ნამღერი და დარწმუნებული ვარ ყველას ძალიან მოგეწონათ, აუცილებლად ამ წუთასვე აიღეთ თქვენი ტელეფონები მაგთის ბილაინის ჯეოსელის აბონენტებმა და დაურეკეთ მას ნომერზე 0933 300 307. და ხურვალი აპლოდისმენტებით გავასწრებთ არაჩვეულებრივი ქალბატონი ამალია ჩიბლაძე.